საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იტალიაში დასრულდა. მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიადის ფარგლებში მილანში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსსა და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა. ქართული დელეგაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მასპინძლობით გამართულ მიღებასაც დაესწრო. ღონისძიებაზე მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის სახელით გამართულ ვახშამზეც იმყოფებოდა. Fonda შესაძლებლობა რომ გავსაუბრებოდით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. ძალიან თბილი შეხვედრა, იცით რომ არსებული ადმინისტრაცია იმ ღირებულებით ნაწილში, რომელსაც ჩვენ უკვე წლებია ვადგავართ, ჩვენი ქვეყანა ეროვნულ ინტერესზე, ოჯახურ ღირებულებებზე, სხვათა შორის აღნიშნა ქრისტიანული ისტორიული, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის ასეთი დამოკიდებულება იცოდა მან ვიცე-პრეზიდენტმა და საკმაოდ კარგი სიტყვები არ დაიშურა. პატრიარქიც ახსენა ჩვენი სხვათა შორის და ასე თბილი კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ხაზი გაესვა ჩვენ საერთო ღირებულებებს და ვიცი ვიმედოვნებთ რომ ჩვენი ურთიერთობები მომდევნო წლებში გაგრძელდება დინამიურად.